გვიერთდება საზმაო უკვე გადაკეტილ რუსთაველზე იქ ცოტა მეტი და სულად გადაკეტილია გზა ხილოთ შენ მიყავ მე ვდგავენ პივა ყვირი კედლებიდან ხატავ შენ მიჭერ მე ისევ ხატავ ვიბძვი კედლებიდან შენ მიყავ მე ვდგავენ პივა ყვირი კედლებიდან ხატავ შენ მიჭერ მე ისევ ხატავ ვიბძვი ხალხი ირჩევს თანასწორობას სოლიდარობა ყველა ჩაგრუს სოლიდარობა ყველა ჩაგრუს არ ვიცი მოგისალმებს თუ არა 116 დღეა სწორად მახსოვს გუშინ ძალიან ბევრი ხალხი იყო და იყო ამერიკის მეგობარი აქტისადმი და იყო ასევე უკანონო დაპატიმრებული ხალხისთვის სინდისის ტყვეებისთვის აქცია და იყო აი გადატენილი რუსთაველი და არა მარტო ხო ახლა ვერ ვარ იმდენი მაგრამ ნუ გუშინ ძალიან ცუდად ვიყავი და ვერ მოვიდი მე ჩავიბარე ასე მგონია ამ რითმებს დებილი უფრო გაიგე არ მიყვარს არცინი ბიჭი და არა მაქვს არავის შიში ლაზარე მე შენი კარპიც გაბზარე არა მოდივარ რაუ მიდი ეს მოვიშენე გამოდივარ დაჭი დარციტი თუ გინდა კონდეს პლეტი საში გაუშვი თუ გინდა მოიცვა ალტო ნომა შეგზიდეს მარტო გაქცერო პირიქით მოდივარ პივით შეგავკებ ქილიკით პირიქით გაგოს თავის თვალს ამბეთში პირველი დავჭები ყოველთვის მარშები ისტორიის ნაწილად თუ გინდა დაჯექი დავწერო თესბეჭი იყოს პათი ახლა არის 118 დღე და ჯერჯერობით არ გადაკეტილა ქუჩა და ახლა ვნახავ სტუდენტებს გადავალ იქ თქარეს გადასასვლელით რადგან არაა გადაკეტილი აი მიწის ქვიშებში ой არ მახსოვს გითხარი თუ არა რომ მოგისალმებით თქვა მოგისალმებით კარგი დღე Narabizava ara corrupire delle cazzo di spara benzina prenda la riquara sono di euro come mi piace le stracci al Messico scende sia tutto sia scende c'è su con la cerca facciamo due la ma mi sta ჯობდა თეთრადაწერილი კომიკია. თითქოს ისეთი თემაა. ჩანს, არა თეთრი კონტური თან. ანუ გროლო თეთრი. ნახატი მაგარია. იო. ხელწერა ჩანს. ნელ-ნელა ვიკრიფებით.
900 უკლია 2 წუთი. ჯერჯერობით ვერ ვარ საკმაისი რაოდენობა, იქით ამ ხარისაც დგას ხალხი აქაც და ნელ-ნელა ემატება და ვიკრიფები სხვადასხვა კუთხეებში, სხვადასხვა ადგილას და აქ 24 საათი დგას. გადაკეთების პროცესს გადავიღებ დიდი ვარაუდით. არ მეგონა ეს მოულოდნელად მეგონა ან მოვიდოდა რამე მსვლელობა ან მოემატებოდა ხალხი ალბათ მოემატა მაგრამ ისე რომ წიგნი გადავშალე რაღაცა უცე მოულოდნელად ესე გადაიკეტა 9 საათი და ახლა 13 წუთია მაგრამ დიდი ვარაუდით 9 საათსა და 3-4 წუთზე გადაკეტილი იყო უკვე გარანტია არ ვიცი შემოგვიერთდა თანასწორობა, სოლიდარობა. თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა. თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა. თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა. ხალხი ითხოვს სამართლიანობას. ხალხი ითხოვს სამართლიანობას. ხალხი ირჩევს თანასწორობას. ხალხი ირჩევს თანასწორობას. ხალხი ერთმანეთის მხარდამხარ. სოლიდარობას იმსახურებს ყველა. სოლიდარობას იმსახურებს ყველა.
სოლიდარობა ყველა ჩაგრუს. სოლიდარობა მაღაროელებს. სოლიდარობა მშრომელებს. სოლიდარობა მეშახტებს. სოლიდარობა ჩაგრულებს. ცეცხლი ფინანსურ რეპრესიებს. ცეცხლი კორუფციას. ცეცხლი ნეპოტიზმს. ცეცხლი ტყუილს. ცეცხლი იგნორს. მოუწმინეთ ხალხის ხმას. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს. ღირსეული პირობები მშრომელებს. ღირსეული პირობები ხალხს. საცხოვრებელი დევნილებს. ვითხოვთ ღირსეულ ანაზღაურებას. საცხოვრებელი სტუდენტებს. ვითხოვთ ღირსეულ პენსიებს. ცეცხლი უთანასწორობას. ცეცხლი ფინანსურ რეპრესიებს. თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა. საქართველო გვეკუთვნის ჩვენს. ცეცხლი იმპერიალიზმს. ცეცხლი კოლონიალიზმს. ცეცხლი ოლიგარქია. მადლობა. ქცევას მუდამ ფანსდევდა კანიბალური მუსიკის ხანმა. იქვე კი ქვემოთ ვეიბა ლაქად დაჩნეულიყო ჩამოდენილი სისხლი, ისე რომ მერე ეს ლაქა ყველა სახლში რაღაც სახის სამსხვერპლოდ ჩადგა. ტუალეტებში, საძინებელში თუ სასადილო ოთახებში, ანუ იქ, სადაც ადამიანი თავშესაფარს და შვებას პოვებდა, მაშინ, როდესაც მისი სხეული ვეღარ უძლებდა იმ სხვა სხეულის სიმძიმის ძიდვას, იმ მრავალმწყურვალი და უსაბამო, უჟამო და მხოლოდ სხეულის, რომელიც ყველა სხვა სხეულში ფეთქავს. ვიხმაროთ კი, ცეცხლი ოლიგარქიას ნამდვილად. ფეთქავს ხოლმე უმოწყალო და შლეგ განწყობებად. ვინაიდან ომი, რომელიც ვითომ და ზავის მოკლე პაუზებით ვართ 1000 წელზე მეტხანს გაგრძელდა, ბოლო თვეების განმავლობაში დასკვნით ეტაპზე გადასულიყო და ისეთი პირი უჩანდა, რომ დაჩქარებული და საბედისწერო დასასრულისკენ უნდა მილეულიყო. რა კი ისედაც ყველასათვის ცნობილი იყო, რომ სამხრეთის საზღვარი აგერ დღე-დღეზე მოიშლებოდა. ეს კი გავდა სიკვდილის შემდგომ უცაბეთ და მოულოდნელ ხრწნას, რასაც ხშირად იწვევს ხოლმე უკურნებელი სენი. და ერთ პატარა მონაკვეთი წაგიკითხავთ, რომელიც მე ესე ვთქვათ, შუალედური მონაკვეთი არის. ამ ტექსტში ფაქტობრივად 3 ნაწილისგან შედგება ეს ტექსტი. ერთი, რომელშიაც ავტორი წარმოგვიდგენს ანუ განუსაზღვრელი ეპოქიდან შემორჩენილ რაღაც ჩანაწერებს, დოკუმენტურ მასალას, ანუ პირველი ნაწილი, მეორე ნაწილი არის ერთგვარი ახსნა, რომელშიც საუბარია თუ რა მასალაა ეს, და მესამე ბოლო ნაწილი მონოლოგი თავად ქვეყნის, რომელიც როგორც ქალი აი ესე არის წარმოდგენილი და რომელსაც არაჩვეულებრივად ეკადემეტრაძე წარმოგვიდგენდა სცენაზე. და მე მინდა რომ აი ეს შუალედური ნაწილი წაგიკითხოთ, პატარა. ოკუპაცია მართლაც ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ზუსტად იმდენი საუკუნე, რამდენიც საკმარისი იყო იმისათვის, რომ მოშლილიყო ქვეყნის ტრადიციულად დადგენილი საზღვრები და საბოლოოდ შეერწყმოდა იგი ფართო მსოფლმწყობას, რომელსაც უკვე მთელი ხმელეთი გადაეფარა. შესაბამისად, ერთ დღეს ენამ შეწყვიტა სიცოცხლე და იქცა წარსულ ეპოქათა იმგვარ ნაშთად, რომლის ფასიც ამ ენაზე დაწერილ ძეგლთა ღირებულების თანაფარდია. საუბარია საკმაოდ დიდ, კომპაქტურად ჩახლართულ ტექსტთა მოცულობაზე, რომელიც არაერთ ფურცელს მოითვლის. დროის ურყევ ციკლს რომ აუკინძავს და ზეციური ნეტარების შუქში იფარებს. სწორედ ამ ფურცლებზეა გადმოცემული იმ დროის ქალთა უნაყოფობის ამბავიც. ესაა ფურცლები ერთი მრავალგვერდიანი და მრავალხმიანი თავიდან, სათაურით ცნობებით დიდი მარცხის წლებიდან, რომლებიც აერთიანებს 1000 გვარ დოკუმენტს, წერილებს, დღიურებს, თვითმხილველთა ჩვენებებს, პირველსა თუ მესამე პირში გადმოცემულ მონათხრობებს, თვითმხატვრულ თუ წამხატვრულ აღწერილობებსაც კი, ფოტოებს, სტატისტიკურ მონაცემებს და სხვა იმ ეპოქიდან, რომელმაც თავისი უკიდეგანო შიშით და ძრწოლით, ყველაზე უფრო სასტიკი ფანტაზიის სივრცე
სივრცეებში გადაინაცვლა. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ეპოქა შეუსწავლელია, დღემდე ვერავინ ბედავს მის მეცნიერულ კვლევას და ახსნა განმარტებას. ის ფაქტიც კი საკმარისად მიიჩნევა, რომ იგი დასრულდა საბოლოოდ და დამაჯერებლად, რაც ისტორიკოსებს თუ ვენდობით სავსებით აკმაყოფილებს მეცნიერების მოთხოვნებს. აკმაყოფილებს ისე, როგორც ვთქვათ, სიკვდილი, რომელიც მხოლოდ მისი ზუსტი პროგნოზების გასამართლებლად დგება ხოლმე და ეს ფაქტი საკმარისია მათთვის, ვინაც ადამიანთა მოდგმაში იმ უნივერსალურ მოვლენას აგვერდება, მარადიულ ციკლებს რომ წარმოშობს. ისევე როგორც ამ ციკლების გასწვრივ კმარასა იმისოდ, რომ მათი წარმომქმნელის არსებობა დაადასტუროს და მისი ამ ქვეყნიური დანიშნულების უზენაეს გამოვლინებას. და როგორც ვიწყდით, ამ ციკლთან მიმოქცევისას ერთეულების ხმა, გოდება არავის ესმის. სამწუხაროდ ჩვენი ხმის გაგონებას, ანუ არ გაგონებას ცდილობენ დღეს ზოგიერთები, მაგრამ ჩვენი ხმა არის ძალიან ძლიერი და ჩვენ არ ვართ ერთეულები. და ამის დადასტურება არის ეს 100-ზე მეტი დღე, რომელიც ჩვენი ერთობის, ერთიანობის თვალხილული მაგალითი არის. და მე მიშას დავესწრეს ხები, მიშას სურვილს ესე ვთქვათ და ხედვას, რომ ეს ტექსტი უკვე აღარ არის აქტუალური, იმიტომ რომ ჩვენ დღეს აქ ვდგავართ, ვიბრძვით და არ დაუშვებთ ამ ქვეყნის სიკვდილს, იმიტომ რომ შეუძლებელია აი ახლა ახალგაზრდები შემოვიდნენ რუსთაველზე, შეუძლებელია ამ ახალგაზრდების და არა მხოლოდ ახალგაზრდების ბოლომდე ცეცხლი ოლიგარქიასა და თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს ამი დაასრულა. საშუალება გაქვთ რომ ჩარიცხოთ და ჯარიმებს მოხმარდება ვიცი, თუ არა და შეგიძლიათ ისეც აიღოთ ეს წიგნი მოკლედ. იმიტომ რომ მან შეიძინა და თქვა რომ ესე შეგიძლიათ აჩუქოთ. ბროლოდ წავშალე რაღაც ვიდეოები ძველი, რომ გადამეღო გაგრძელება. ამაშობ თეატრებს ჭკვიანი ხალხი ვართ. თქვენს რომ შემოგვიერთნენ ისინი რა ქვია ახალგაზრდებიო ცალკე არ ვიცი შეიძლება ის იყო რა ქვია სტუდენტური რამე მარში დღეს არ ვიცი ხო და ნუ ალბათ მოემატა კიდე ხალხი. დრო რაღაც პერიოდი როდესაც იქ ვინმე ემატა ვინმე ემატა იმის ნაწილი გადავიღე მხოლოდ 5 წუთამდე. რეალურად 1-15 წუთი კი ვიდექი იქ. მაგ მომენტში კიდე ემატებოდა ხალხი. არა ზოგადად ამოტე. ერთი კიდე მიდის ლომად ხალხი. კიდე და ანდა ეგან ვამ გამეცე. ესე ჯერ მოკლედ განათლებას ყოველთვის უნდა თავისი მიზნები და ამოცანები. ხო და დაწყება აი მაგალითად საბერძნეთში ხო აი სპარტანული და ათინური განათლება შევადაროთ, ისინიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თავისი მიზნებიდან გამომდინარე. ხო მოგეხსენებათ სპარტაში უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ საბრძოლო ხელოვნებას, იქ არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე და ათენში შესაბამისად უფრო მეტ ფილოსოფიას და სხვა მნიშვნელოვან საგნებს მათთვის. ხო ამის შემდეგ შუა საუკუნეებშიც განათლების გარკვეული მიზნებისთვის გამოყენებას ძალიან აპიო გამოხატულება ჰქონდა, იმიტომ რომ ძირითადად განათლება რელიგიურ წიაღში ვითარდებოდა და შესაბამისად პოლიტიკურ და ძირითადად პოლიტიკურ და რელიგიურ ამოცანებს ასრულებდა და ეს საქართველოშიც ასე იყო, ქართული საგანმანათლებლო აკადემიებიც მოგეხსენებათ იყო ძირითადად სასულიერო აკადემიებთან, სასულიერო როგორც გეოგრაფიის სახელმწიფო აკადემია და ასე შემდეგ, ხო? და გარკვეულწილად ეს ყველაფერი მაგ დროისთვის იყო უფრო ელიტური, იგივე როგორც შუა თავიდან სადროულ ცივილიზაციებში, შემდეგაც ეს რაღაც გარკვეულწილად უფრო იყო ელიტური და ძირითადად ივაროვანთა და წარჩინებულთა შვილებისთვის იყო ხელმისაწვდომი და ზოგადად განათლების ელიტურობა ასეთი იყო. როდესაც განმანათლებლობის ხანა დაიწყო შემდეგ და ერის სახელმწიფოების წარმოშობა, ამ შემთხვევაში განათლებამ უკვე განსხვავებული დატვირთვა შეიძინა და უკვე ნელ-ნელა გარკვეულწილად მასობრივი განათლების მიმართულებისკენ წავიდა და ამ შემთხვევაში ჩვენზეც რო გადმოვიდეთ, ჩვენთან ხო აი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მოგეხსენებათ 1879 წელს დაფუძნდა 31 მარტს ეხლა საუბრობთ რომ ეხლა იქნება უკვე იუბილე, ხო და სწორედ ძალიან საინტერესო იყო ეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ამოცანები, ხო რომ ჩვენი ეროვნული პედაგოგიკის, იდენტობის, წერა-კითხვის გავრცელება ხალხში და ნუ აი ამ სასწავლო, არა მარტო სკოლების, არამედ ბიბლიოთეკების სამკითხველოების დაარსებას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ეროვნული საქმე. შემდეგში ხომ ერაზეც ვისაუბრეთ, აი იქ უნდა დავაკვირდეთ განათლების მნიშვნელობა, როგორ განისაზღვრება იმით, თუ ვინ არიან ჩართული აი ამ განათლების, პოლიტიკის, განათლების
განათლების მიმართულების განათლების სფეროს განვითარებაში, ხო? და ეს არის გარკვეულწილად ინდიკატორი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისთვის განათლება და არ არის მხოლოდ ის ინდიკატორი, რომ რაღაცა განათლება უბრალოდ დეკლარირებულად იყოს მნიშვნელოვანი, როგორც მაგალითად ბოლო პერიოდში საქართველოში არის, რომ საგეგმზელოს დონეზე ყველანი ვამბობთ, რომ აი ნუ განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ან თუ რამე პრობლემას ხედავთ, ვიტყვით, რომ ეს პრობლემა იმიტომ არის, რომ ეს არის განათლების განპირობებული, განათლების პრობლემები განპირობებული და ასე შემდეგ, მაგრამ თავად შიგნით განათლებაში ნაკლებად ვიყურებით ხოლმე, ხო? და მაშინ, როდესაც წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მაშინ ეროვნული საქმის კეთებისთვის იყო, ხო, ეს გაკეთებული მთლიანად ეროვნული საქმის ამ გარუსების წინააღმდეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, ხო, ფრონტი გახსნილი, ილია ჭავჭავაძე, ხო, ჩვენ ვიცით, რომ წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში უამრავმა ადამიანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, ყველა გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, ბიზნესის წარმომადგენელი, ყველა იყო ჩართული განათლებაში, ყველაზე მთავარი ადამიანები იმ პერიოდისთვის, ხო, ეს იყო დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხა თქვენ ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ და ეს არ მნიშვნელოვანი საქმე იყო. ნუ მოგეხსენებათ თქვენ ასევე, რომ რუსეთის იმპერიამაც სანამ საბჭოთა კავშირი და სანამ ეს ბოლშევიკური რევოლუცია მოხდებოდა საქართველოში, რუსეთის იმპერიას თავისი ამოცანებისთვის იყენებდა განათლებას და ძირითადად რუსიფიკაცია მიდიოდა ქართული საზოგადოების გარკვეულწილადაც ამის პასუხიც იყო წერაკითხვის ქართულთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. მოგესალმებით, ვიმყოფებით საპროტესტო აუდიტორიაში და ვესწრებით ლექციას. დღევანდელი ლექციის თემა არის განათლების მორჩილება. სპიკერი არის რეზო აფხაზავა. შეიძლება რომ ნახოთ გელოდეთ სრული ვერსიასაც შეიძლება ვნახოთ აუდიტორიაში. ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ საპროტესტო აუდიტორიის YouTube გვერდზე. ოკეი. აი, მესამე დღეა გემშვიდობებით. ცოტა დროზე ადრე და მეოთხე დღეს დიდი ვარაუდით იქნება კიდე რაღაცებზე ბეთლებით შეჯახება. მგონი 119 დღეა. აქ ბევრი ხალხი გამოიწია. იქ ბევრი კამერებია. ბევრი სახში წავიდა 11-ია თითქმის და
Იმიტომაც რომ დავაგვიანე ორი მსვლელობა იყო და ვერცერთ ვერ დავესწარი. აი იქ ცალკე იკრიფებიან ეს არის რა ქვია. რაღაც საინტერესო ლექცია. ლეკი მას კრიმინალს ნიშნავდა მაშინ თორე ეთნიკური კონფლიქტი კი არ ქონდა როცა იტაცები დავით ურამიშვილი მოიტაცეს ქართლში და კახეთში ჩაულებო ცხოვრობდა ლეკები სოფლებში კალავები იყო ხო მაგარი დიპლომატები ყავდათ აი ამ ვერცხლის და იმის ნაკეთობებს აკეთებდნენ ეხლა არ ვიცი რა მაგარი არის დარჩენილი მაგრამ დიდი ოსტატები ყავდა და ჩაულებო ცხოვრობდნენ საქართველოში არავინ არ ერჩო აზრად არ მოს დავით ურამიშვილი რა თქვენ რა გონიათ თავის სიმამთან იყო რომ მოიტაცეს და გამოსასყიდი მოყოდნენ ვერ გადაიხავდა იმ კაცმა და იმის მერე საქართველოში არ დაბრუნებულა გავათხოვე სხვას გავაყოლებო რა ვერ გადავიხდიო ახლა ძილს გავათხოვე ეშვილმა თავიდან გავათხოვე რა ვქნა ვერ გადაიხადა ეგ იყო ლეკიანი ახლაც მე ჩმარაფი არ ხდება საწყალი ერეკლე აი წარმოიდგინე ესე იგი როგორი მოტყუებული და როგორი გადაგდებული ნუ არ მინდა რომ დაგხალოთ და ესე იგი ეს ახალი წიგნი აკაკიზე აკაკის ჩემი თავგადასავალი ყველა გახსოვთ ანუ თვითონ როგორ ხედავს თავის ბავშვობას ხო დაბადებიდან იწყება და აღწერს ყველაფერს აი ეს გასაოცარი ადამიანი აი მართლა გასაოცარი ფენომენი იყო ამის დასო ჩვენ არავინ მეგონი არც არავის არ აქვს აკაკისნაირ ხედავ ამ ციგში არის არა აკაკი როგორ ხედავს სამყაროზე როგორ ყვება თავის ამბავს არამედ სხვები როგორ ყვებიან ეს ახალი გამოცემაა და აუცილებლად ეს არის 180 ამბავი ხო ისე როგორი ის არის რა ვქი აი როგორ გითხრათ აი ბავშვობაში მარცხს რო მელავჭამდით რომ არ დამთავრებული იყო მე ასეთი ბავშვობა მქონდა რა ვიცი შემოსულ ამერიკაში და მელავჭამდით არ დამთავრებული იყო აი ეხლა საერთოდ ვინმე ბავშვობაზე ეს არის არაჩვენი გამოცემა ეს გამოცემა ის თანამედროვეები ვისაც ახსოვს აკაკი ვისაც უნახავს ვისაც მეგობრობდა ერთხელ შეხვდა აკაკის ქუთაისში ხედავს გიმნაზისტები ვიარქო ფორმაიზები ნირბიან გულბინები ცალები ხატა ეს მატარებელს უნდა მიუწყოთ თბილისში ვახსენებთ გრიგოლ მოყავ და გვინდოს უჯამდება რა შეაკრა მე რომ მოვკვდები ვაკაკებით ხარ გიმნაზისტები ჩემთვისაც შეაგროვეთ და გულბინებს სიტყვით და ისა იო აბრასო ეხლა შემიგროვეთ და სუარცი მოგესალმებათ საპროტესტო აუდიტორია, ჩვენ მყოფებით საპროტესტო აუდიტორიაში. დღევანდელი ლექციის თემა არის ილია და აკაკი, მომხსენებელი არის დათო ტურაშვილი. შეგიძლიათ უყუროთ YouTube გვერდზე საპროტესტო აუდიტორია. მადლობა. სრულად ამოვიდეოს ხო? Sabe molda na vida da
იქითაცაა მობილიზებული, აქეთაც. და აქეთ უამრავი მანქანა. გზად გაიხსნა, მაგრამ რა იმედია არაფერი არ მოხდება. ამ 24 საათიან მომერინგეებთან სტუდენტებთან. აი აბა მე წავედი და 4 დღის ვიდეოს ერთად დავდებ რა. პროექტი. 2024 ჯუჯების სტუდიო. რუსთავ. Fuck the system. შენ მირთხავ მე ვდავარ ვიბს შენ ბუდავ მე ვდავარ ვიბს შენ მესვრი მე ვდავარ ვიბს ვდავარ დავანგრიოთ სისტემები თავისუფლებს მიდარა საღებავი კედლები და გამოგდენა ქუჩაში